გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. გამარჯობა მოგესალმებათ მანოს შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. ტრადიციულად ვიწყებ სოლიდარობით ძვირფასო ტელემაყურებლებო. სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად ყველა სინდისის პატიმარს ძალიან მალე გათავისუფლებას უსურვებ ყველას. განსაკუთრებით მინდა გამოეხმაურა ელენე ხოშტარიას მდგომარეობას, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მალე გამოჯანმრთელება და რაც თავარია თავისუფლება მინდა უსურვო ელენეს. ვიწყებ ჩემ მონოლოგს რა თქმა უნდა ცენტრალური თემით. ბევრი ცენტრალური თემები გვაქვს, ძალიან კარგი მონოლოგი გვაქვს დღეს. არ დავიშალოთ. ცენტრალური თემი დიდი ვნებათა ღელვაა ოპოზიციაში. 2 დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. ნახოთ როგორ გამოეხმაურა ამ გადაწყვეტილებას მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ესეთი ძალიან საინტერესო. პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგიყვანა იქ, სადაც ვართ. ზოგადად მიშას ჩვევია იმპულსური გადაწყვეტილებები, რომ არა იმპულსური გადაწყვეტილებები იმ არაჟნის კონტეინერში რატო ჩაჯდებოდა? რატო ჩაჯდებოდა? ხო, ესეც იმპულსური გადაწყვეტილება იყო. ნაცებში ასეთი მდგომარეობაა. იქით თინა ბოკუჩავა ნაწყენი, აქეთ ნანუკამ ორივე ვიყოთო, ერთათო, თავმჯდომარეო, რა იქნება მომავალში არ ვიცი და ნაცების შიდა სამზარეულოში მე ხა არ ვერევი, მაგრამ ერთ სამზარეულოში 2 ქალის ყოფნა რით მთავრდება, ეს უკვე ყველამ ვიცით. ოპოზიციის ალიანსიდან ხმა გამოვიდა, მელია და გვარამიაც შეიძლება გაიყვნენო, რასაც არ უარყოფს გვარამია, მოკლედ ესენი შეიძლება დაიშალონ, იქეთ ნაცებში არეულობა, იქ ალიანსი ლანძღავს მიშას, ნაცები ლანძღავენ ალიანსის წევრებს, იქ შერგოლეიშვილი არ ინდობს არავის, ახლა ნანუკას მისდგა, მოკლედ ბიძინას წისქვილზე ისეთი წნევით მოთქრიალებს წყალი, რომ მარტო წყლის გადასახადმა შეიძლება გააკოტროს ეს ღვთისმიერი კაცი. აი ესეთი მდგომარეობა. გადავიდეთ ძალიან მძიმე თემაზე, ალბათ ყველა ვნახეთ ნოდარ მელაძის შაბათში გასული პოლიციის განყოფილებაში ძალადობის კადრები. როგორ ურტყავენ დაჭერილ ადამიანს პოლიციელები, 1000-ნაირი მეთოდით და ძალადობენ მასზე. ნახოთ კახი კალაძის კომენტარი ამ ვიდეოებთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო კომენტარია კახის. რაც ვნახეთ ძალიან ცუდია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება. მიზეს მგონი ყველა ვხვდებით რა არის, რომ ვნებათა ღელვა გამოეწვიათ საზოგადოებაში. მართალია, ამ კადრების მიზეზი იყო ვნებათა ღელვის გამოწვევა. თავის დროზე 2012-ში ქართულმა ოცნებამაც კი გაავრცელა ციხის კადრები და მერე ამ კადრებზე ჰეროკრატიაც კი გადაიღეს, მაგრამ მათი მიზანი ვნებათა ღელვის გამოწვევა კი არ იყო, არამედ ოსკარის აღება. ოსკარი უნდათ რო აეღოთ ამ ფილმში, მაგიტო გადაიღეს ეს ფილმი და საერთოდ არ ყოფილა აქ ვნებათა ღელვა საერთოდ შუაში. ქართული ოცნების ზოგადი პოზიცია იყო, რომ ეს კადრები ახალი არ არის. 4 წლის წინ გადაღებულია, ძველია უკაცო, ამით გაიმართლეს თავები. ისე მართალია კაცო, რა შუაშია აქ ქართული ოცნება, როცა 2021 წელს ნაცები და ედიკას მთავრობა კი არა, ნოე ჟორდანიას მთავრობა იყო ხელისუფლებაში, ხვდებით? რა შუაშია აქ ქართული ოცნება? ნახეთ რა ოსტატური გაправება მოიფიქრეს. არ შეწუხდნენ, არც გაწითრდნენ, არც მოერიდათ, დახედეს და ეს ძველია კაცო კადრებზე. ანუ ოცნება საკუთარ ძალადობას უყურებს ისე, აი როგორც შოკოლადს.
ეს ძველია კაცო ადაგასული, არ ვარგა. და 2012-მდე ძალადობას უყურებენ როგორც კონიაკს. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ემატება გრადუსს, სიმძაფრე და სიძველე და აი ამ სიძველე, უფრო ემატება ფასი, ხო იცით, მაინც ძველი როა. აი ეს კონიაკივითაა 2012 წლამდე ძალადობები. აი ახლა იცით რაზე მეფიქრება, კიდევ კარგი რომ ჩვენმა საზოგადოებამ 2012 წლიდან დღემდე სიბრაზის მართვა ვისწავლეთ ხალხო და აი ასე არიფებივით ყველა სისტემურ დანაშაულზე მთავრობის გადადგომა არ გვინდა. და ახლა რომ სააკაშვილის პერიოდი იყოს და ჩვენ ისევ ის დამპალი ევროპული აზროვნება გქონდეს, წამში შევცვლიდით და დამნაშავე ხელისუფლებას. წამებში. ეს არის. კი, ახლა ვისწავლეთ ჭკუა მოთმინება გვაქვს ძალიან დაღვინებული აზროვნება გვაქვს ხალხს. კიდე ერთი გაправება მოიფიქრეს კოცებმა, ეს სისტემური კი არა, ერთეული თურმე შემთხვევები ყოფილა, ეს ერთეული შემთხვევები სისტემაში, ხო? ეს სისტემური მართლა-ხასიმართლა თქვა დაცების დროს იყო, ამ დროს არის ერთეული შემთხვევები. აი როგორ დამამშვიდეს, ისეთი შვიდი, აი მართლა რომ დამამშვიდეს, ესე ძალიან კარგად. ესე თითო კანტიკუნტად თუ დაასახიჩრებენ ეს პოლიციელები, ხა მასიური კი არ არის. აი თითო სადღაცას თუ აი ვიღაცა სადღაცას წემს რა პრობლემა. პრინციპში იმდენი მილიონი კაცი ვცხოვრობთ. 1-2 კაცის დასახიჩრება კი უნდა ავიტანოთ რამენაირად. არც შეეტყობა ქვეყანას. რა შეეტყობა, არ შეეტყობა. მიყვარს ქოცური ლოგიკა, საერთოდ არ გჭირდება აზროვნება ადამიანს. საერთოდ. გადავიდეთ ქართული ოცნების მორი კორუფციულ სკანდალზე. პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა საქართველოს რკინიგზის ყოფილშეფზე, რომელსაც 20 მილიონამდე აქვს შეჭმული რკინიგზაში. მაგრამ რომ დაუკვირდეთ, ეს კორუფცია ახლა კი არ მოხდა. 2019 წელს იყო, კაცო, 2019 წლიდანო. და მაშინ ხო ხელისუფლებაში ნოე ჟორდანიას მთავრობა არ იყო, მახსოვს, კაცო. არც ნაცები ყოფილა, არც ეძიკა, არც აი ნოეს მთავრობა იყო. ოცნებასთან მართლა რა კავშირი აქვს, ამას ახლა მართლაც არ ვიცი. კიდევ კარგი ბიზნეს მართლობის დროს არ ხდება ეს ყველაფერი. ხო, ვერ გაუბედავდნენ ბიზნესს. ესენი ამას ბიზნესს ვერ გაუბედავდნენ. გახსოვთ ხო, რამდენიმე წელი რკინიგზა ზარალზე რომ მუშაობდა. ეს სახელმწიფოსთვის მუშაობდა ზარალზე, თორე რკინიგზის შეფისთვის მუშაობდა მოგებაზე, ჩვეულებრივად. მართალია სახელმწიფომ წააგო, მაგრამ ვიღაცამ ხო იხეირა. ვიღაც გადამთიელმა კი არა, თან ქართველმა იხეირა ხალხო. ანუ რაღაცა ხო გაკეთდა რა, ერთი ადამიანი მაინც ხო აშენდა და გაკეთდა. ნუ ესეც შევხედოთ პოზიტიურად. სანამ შემდეგ თემაზე გადავალთ, მინდა მივმართო ბრიტანეთის მთავრობას. მოვითხოვ გადაიხედოს ტელეკომპანია იმედის დასანქცირების საკითხი. მოხსენით სანქციები ტელეკომპანიას, რომელიც გვაწვდის საციცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაციებს. აი მაგალითად, ეხლა აი მთელერს აინტერესებს, რომელ ადგილზეა საქართველო ევროპასა და მსოფლიოში კოორდინირებული მთავრობის მმართველობის ინდექსი. აი რომელ ადგილზე ხო ყველას გაინტერესებს. მოდი აბა ვნახოთ იმედის კარტა. კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13-ზე, მსოფლიოში 24 პოზიციაზე გავიდა. ხედავთ? რომ არა იმედი ვერასოდეს ვერ გავიგებდით, რომ კოორდინირებული მმართველობით მთავრობა ასეთ მოწინავე პოზიციაზე გავიდა. გინდათ რომ ჭურში ვიჯდეთ, თუ რა ხდება ბრიტანეთო? კოორდინირებული მმართველობის გარდა კიდევ გვაქვს მიღწევები საქართველოს მთავრობა მუხჩაუხრელი სინქრონული შრომით, უნისონური ქათინაურების შესხმით და გადაჭარბებული ბოჰემური ყოფით სოფლიოს ხუთეულში. ეს ნამდვილად ვიცი. ქართული ოცნების მმართველობის მე-14 წელს ქვეყანა ჩაფლულია კორუფციაში, სამართალდამცავ ორგანოებში ძალადობის პიკია და ვნახოთ ამ დროს რა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას უმასპინძლა. თქვენ კიდე იძახით ძლიერი პარტნიორები არ აგვყავს ოცნებასო. რა გვინდა გერმანია, რა გვინდა ევროპა, ბრიუსელი, ვაშინგტონი, როცა ჩვენ გვერდით დგას უძლეველი კუეიჭოუ.
დიდგანვე საქართველოს გვერდით იდგა კუეიჭოუ და კუეიჭოუელები. ხალხი, კუეიჭოუელების ხალხი. მოსახლეობა. თქვენ გონიათ მხოლოდ კუეიჭოუზე შევჩერდით? არა, ნახოთ მორიგის სასიხარულო სიახლე კასპიდან. გვინდა კასპისა და იაპონიის ერთ-ერთი ქალაქის დაძმობილება, ანუ ესეთი სურვილი აქვს. კასპი იმიტომ დაუძმობილდა, რომ კასპელებმა ნახონ როგორ გამოიყურება 22 საუკუნის სოფლიო თავისი ტექნოლოგიებით და იაპონია იმიტომ დაუმეგობდა, რომ ნახონ როგორ გამოიყურება შუა საუკუნეების დროინდელი ქალაქის მოდელი, ზოგადად როგორია. თანამ გაცხადებაში აღნიშნეს, რომ ჩვენ ქალაქებს შორისო ბევრი საერთო აქვსო ჩვენ ქალაქებსო. ეს აღნიშნეს, რომ კასპის და იაპონიის ქალაქს, ერთ-ერთ ქალაქს აქვს ძალიან ბევრი საერთო. საერთო რო თქვა, პირველი რაც გამახსენდა, ეს იყო კასპური სუში. ეხლა პირველი რაც მომივიდა აზრში, ხა პირველი სუში ხომ კასპში გადაახვიეს, მე მახსოვს. და ბოლოს ჩანგალი კასპელებმა როდის იხმარეს, აღარც კი მახსოვს, ხაშლამასაც კი ჭხირებით ჭამენ იმით. მე ვერ ვისწავლე იმის დაჭერა და იქ უკვე ხაშლამას ჭამენ და ასე შემდეგ. დაძმობილება კარგია, მაგრამ რისკებზეც უნდა ვიფიქროთ. იაპონური კულტურა კასპში კი არის. მთავარია იაპონური გეი წყვილების მიგრაცია არ მოხდეს კასპში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გეი წყვილების ქორწილი კი აიკრძალა მან კასპის მერის უშუალო ჩართულობით. მაგრამ გეებს ისე აქვთ ფესვები გადგმული, მაგათ ბოლომდე მაინც ვერ ამოძირკვავ. ნაწილი ტყეში ყოფილა გახიზნული. და ნაწილიო თურმეს კასპის სოფლებს აფარებსო თავსო. ტყეში ქონიათ მოწყობილი ხალხო ეგეთი არამე მოწყობილი საქორწილო ქოხები. საქორწილო ქოხები. გეიკერებთან ბრძოლა ძალიან რთულია. თან კასპი რელიეფურად რთული რეგიონია. ამ ჭიუხვებში ჯიხვები ვიდახტიან გეები. ძალიან ძიმე მდგომარეობა. ეს ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შემოგთავაზა ახალი დასავლური პარტნიორი. სერბეთის პრორუს ლიდერთან ვუჩიჩთან შეხვედრაზე მან ასეთი სიტყვები თქვა: სერბეთს ყავს გამორჩეული ლიდერიო. მოკლედ ზედმეტი შრომაც აღარ უწევს კობახიძეს, ნებისმიერი ტექსტი უნდა აიღოს და ორი სიტყვა შეცვალოს: უნგრეთი და ორბანი. ჩაანაცვლოს სერბეთი და ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი. დანარჩენი იგივე რჩება. გაუმარტივეს კაც საქმე. ეს კობახიძე ორბანთან ხო ჩადიოდა კვირაში ორჯერ. ახლა ვუჩიჩს უნდა აუტალახოს რეზიდენცია. ვეღარ ხვდება ქართული ოცნება, რომ ამ პრორუსული ლიდერები დაეფანტნენ ფოთლები, ზოგი ომის ქარის ხალხი, ზოგი მშვიდობაში. ქართული ოცნება, რომ ასეთი საერთაშორისო პარტნიორებს პოულობს და მუდმივად რომ ძლიერდება, სწორედ ამის გამო ფიქრობს მამუკა მდინარაძე, რომ ბატონ ბიზინას ნახევარი მსოფლიო ებრძვის და ამის გამო აქვს გარკვეული შიშები. ნახოთ მამუკას საინტერესო ფრაზა. ივანიშვილის დონის კი არა, ნებისმიერი შეიძლება ვიღაცამ გააგოროს უკაცრავად ამ გამოთქვისთვის. ისი ამ წამოწდენის მერე მამუკა მდინარაძეს რამდენჯერაც ცივმა ოფლმა დაასხა. ეს რა ვთქვიო, იმდენი გახარება გქონდეს ძვირფასო მეგობრებო, სრულიად საქართველოს. ვაიმე მამუკა, ეს რა წამოგცდა. ეს რა წამოგცდა. ბიძინას კიდე ეგუნდოდა, ისედაც შემორაგულ ჯავშანში ზინავს და არ არის გამორიცხული ამ განცხადების შემდეგ მამუკა იმ გაურკვეველი თანამდებობიდანაც გააგოროს ბიძინამ და მიაგოროს რომელიმე სასჯელ ახსულების დაწესებულებასთან, როგორც მიაგორა სხვები წინაზე. მონოლოგი დავიწყე ქართული სამართალდამცავ ორგანოებში ძალადობის თემით და მინდა გავაგრძელო ისევ ამ თემით. მე მინდა შემოგთავაზოთ ქართული ოცნების აჭარის უზენაეს საბჭოს დეპუტატის ნადიმ ვარშანიძის კომენტარი ძალადობასთან დაკავშირებით. ნახოთ ეს ვიდეო. რომელი ყოველივე ძალადობის მიმართ ვარ გულგრილი. გულგრილი ხარ ძალადობის მიმართ? ძალადობის მიმართ ვარ. ყოველგვარი ძალადობის მიმართ ვარ გულგრილიო. ამ კაცმა არ იცის სიტყვების მნიშვნელობა აშკარად. შეიძლება ასეთი ფრაზების ეთქვა. ისეთი გემრიელი იყო მწვადი, გული მერევა, მაგალითად. ბატონმა ბიძინამ თავის ქველმოქმედებით გული გამიწყალა.
ჩემი სამშობლო მიყვარს გულღრძოთ. აი ესეთ წინადადებები რო თქვას არ უნდა გაგვიკვირდეს, იმიტომ არის ის მნიშვნელობები წინადადების და ამიტომ ეს ამ სიტყვის. ვაგრძელებთ ქართული ოცნების ინტელექტუალური გუნდიდან კომენტარების პრეზენტაციას. ამჯერად შემოგთავაზებთ ნაწყვეტს აჭარის მთავრობის ხდომიდან, სადაც ქართული ოცნების წარმომადგენელი დავით თედორაძე საკუთარ აზრს გამოხატავს ზია ამაღლობელთან დაკავშირებით. დახოთ. ზია ამაღლობელი რამდენ ხანს უნდა ვიძახოთ? ზია ამაღლობელი კრიმინალია. ხო და დავარქვათ სახელი რაც არის. და სპეკულიანტობს რომ თითქოს ჩვენს რესპუბლიკაში იზღუდება თავისუფალი მედია. მე უამრავი მეგობარი მყავს. ნუ სპეკულიანტობთო ეს მოდი გავატაროთ ისე მეგობრებო. სპეკულიანტობ რაღაცა გამჯდარი სპეკულიანტობა თვითონ გავატაროთ და უფრო საინტერესო სიტყვაზე გავამახვილოთ ყურადღება თავისუფალი მედია. მართალია ეს კაცი ჩვენს ქვეყანაში მედია თავისუფალია, ამიტომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს რომ გახდეს ევროკავშირის სრულმეტრაჟიანი წევრი. 2012 წლის შემდეგ ჩვენ ქვეყანაში არასოდეს შეზღუდულა თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი იაზონი, რაც ეს ვიცით. და ზოგადად რომ იცოდეთ, კოლხეთის მედია იყო პირველი ჟურნალისტი ქალი და მაგის მერე დაერქვა მედიას მედია. ეს უნდა გავითავისოთ და ვიცოდოთ. ბატონო დავით, ამ ქვეყანაში რომ მედიკო თავისუფალია, მაგას წყალი არ გაუვა. გეთანხმებით. მაგრამ ტელეკომპანია იმედი რომ თავისუფალი მედიკოა, მაგაზე შეიძლება ვიკამათოთ. მე ჩემი მხრივ ერთს გეტყვით რომ საზოგადოებრივ მედიკოს დამოუკიდებლობისთვის ვაგრძელეთ ბრძოლას და აუცილებლად დავამარცხებთ საზოგადოებრივ მედიკოს ბორდის უფროს ვასიკოს. იმიტომ რომ სად მიკერძოებული ვასიკო და სად დამოუკიდებელი მედიკო. აი ეს მინდოდა მე თქვა ძვირფასო მეგობრებო დღეს. სად მიკერძოებული ვასიკო და სად დამოუკიდებელი მედიკო. დიდი მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი ერთი სიტყვით. შევეხე ყველა თემას, რაც ამ კვირაში იყო და იმედია არ იქნება სპეკულიანტობა იმაზე, რომ რამე შეგნებულად გამოვტევო, იმიტომ რომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ დამოუკიდებელ მედიაში ვმუშაობთ აქ. მედია მედიკოში, მედიკულაში, ვერცად მანდავარ. დიდი მადლობა, იმედია ჩემ შოუს სულ მალე გააფორმებდით, ამუნა ლეკვიშვილს ხელმძღვანელს მადლობთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია მსახიობი ბატონი ზალ ჩიქობავა. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია Pinex-G. ამანათები ჩინეთიდან და ახლა უკვე თურქეთიდან. ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. Pinex-G აქციები დაიწყე გამოწერა თურქეთიდან Pinex-ის საშუალებით და მიიღე 50 ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად ბალანსზე. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე და გადაცემის პარტნიორია InSpace Design. InSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ შევქმნით ახალი გასართობი არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი. მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენს სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ ჩვენი გადაცემების ნახვა. ასევე შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათის შოუ ჯგუფი. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ და დააკომენტარეთ ვიდეოები და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ოპოზიციური ალიანსის და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირება კაფიებით. ნახოთ. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, წარმოგიდგენთ მეგა რეალიტი შოუს ოპოზიციის დებატებს კაფიებით. მე კი მისი უცვლელი წამყვანი და რეჟისორი ბატონი ბიზინა ივერიშვილი გახლავართ. აბა ოპოზიციური დებატები კაფიებით გახსნილ გამომიცხადებია, ვინ დაიწყებს? ჭეხვინით უნდა დავიწყო, მე ვარ მე. აბა შეკი მიხეილი, შეკე. ოდისევსივით დაუბრუნდი ვაი დედასა მტრისასა, ხის ცხენის ნაცვლად ვიჯექი კონტეინერ არაჟნისასა, როცა თბილისში ჩამოვარ, მეგონა მხარს და მიჭერდით,
ბევრი თქვენგანი ჩემს გვერდზე მიხახამოდის აი, აბა ნაწყენია კაცი. მეგავაგზელე. ოპოზიცია. რას უპასუხებს ოპოზიცია? აბა, ტემპი. ჩვენ უკვე გავერთიანდით. შენ უ შეგვიშლი ხელსაო. ვიჩემებთ, თან ვემიჯნებით, ნაცების 19 წელსაო. შეგვინასწორე დაგვაცადე და გაჩვენებთ კოცების გასტუმრებასა, ვუშაობთ, მალე წარვადგენთ ამ გზის 20 წლიან გეგმასა. საოცარი გეგმა აქვს, საოცარი. ეხლა ვეგიპასუხებ. ნეტავი ხომ არ დაგღალათ? პოლიტიკურმა ტატამა, ვებხობა ხომ არ ისურვა? ვებხს მიმსგავსებული კატამა. ზედმეტად ებრძვით ბიძინას, ამას თვითონაც ხომ ხვდებით? ძალიანაც არ გადაღალოთ თქვენი Facebook პოსტებით. აბა ოპოზიციას უპასუხებს ტემპი. აგერ განახებთ შედეგებს, ბარიერს თუ ვერ გადავწდით, ცალ-ცალკე ყოფნით ბიძინას, წელსაბოლოოდ გადავღლით. ძალიან გადაღლილი ვარ. მაგ პირველ ჩვენებას მიაწექი თქვენ. ასე 20 წელიწადში გავაგდებ მართვის სადავებს და წავალ. აბა, მიხეილ, რას უპასუხებ? ეხლა ვეგებთ. თუ არ გჭირდებათ ლიდერი, გახდება ფაშასავითა, თქვენ კი იქნებით მუდმივად ბიძინას ნაშასავითა. ნაშასავითო ხალხო რა გითხრათ ეს და ხალხის მოხოდვა არ იცით, მელიას ანაბარა ხართ, მე ვარ სახალხო არტისტი, თქვენ კი არავინ არ ახართ. არავინ არ ახართ თქვენ გეუბნებათ. რომ დაიმადეთ ნანუკა, ამას არავინ მოგითმეთ. ენას თუ არ დაიმოკლებთ, ჩორგოლეიშვილს მოგიქცევთ. კი? ძალიან კარგი იდეა. სხვათა შორის ძალიან მიყვარს ჩერგოლეიშვილი. ისეთ რაღაცებს იგონებს მიშაზე, რასაც მე ვერ ვიფიქრებ. ან მაინც რაღაცები და ინტელექტი სხვა არის მაინც. სხვა დაიდია მაინც ინტელექტუალური ხალი. ეხლა ვიგიპასუხებ. მიხეილ, ზოგს რომ გონია ასწია მისი პარტიის თამასა, ყველაფერს ნუ დაუჯერებ, ჩერგოლეიშვილი თამარსა. ნანუკარკინის ლედია არ უყვარს ბლაბლა ქენქერი, მიტო დავნიშნე ლიდერად წყალტუბოელი ტეჩერი. როგორი შედარება მოიყვანა. აბა ოპოზიციას ასე თქვის. რას მიუგებთ? თქვენ მიუგებთ რამეს? რომ დავამარცხებთ ნანუკას, ბრაზისგან აიჯაგრება, ხმებს რომ დაკარგავს წავა და კვიპროსში გაიზაგრება. ზოგიერთივით ნანუკა არ დაძდევს რაღაც რუპიებს, ყველას ჯიბეში ჩაგისვავთ სუეცკებს და ყავაწრუპიებს. ჩემ პარტიაში იყავით, უთქვენოთ საჭმელს არ ვჭამდი. ნეტა იმ დროს, როცა მე გამლელებს ძუძუს უაჭამდი. ძალიან კარგად მიდიხართ, დებატი უფრო ცხარდება. განაგრძეთ, ნუ შეჩერდებით, ჩემთვის თქვი წყალი აკდება. აბა, ტემპი. განვაგრძელებ. საწყის ეტაპზე მიშაო, ალიანსიდან გაგაგდეთ, ჩვენ მაგას არ დავჯერდებით, ციხეშიც უნდა გადადგე. ბატონი ხარ. მთელი ევროპა მეძახდა ლიდერსა როგორც გრიგალსა, ნაცების ანულირებით, შორდებით მთავარ მიზანსა, თქვენი ქმედებით იცოდეთ, საქმეს აკეთებთ მტრისასა. მიშა არ გინდათ უსმინეთ, ლემონჯავანთ გიგასა. როგორ ნაწენია გიგაზე ეს, რა ნაწენია. ჩვენ ამათ ხვალვე გავაგდებთ. მიამიდეით ვანთივარ, ზუსტად მაგიტო დღედაღამ პარლამენტის წინ ვაგდივარ. უიმე როგორ შევშინდი, ლამის ქვეყნა გავდივარ. ვინ პასუხებს? მე უპასუხებ. ხო, მიყვარს თქვენი ოპოზიცია, მე ძალიან კარგი ხართ. ხალხო გვაცადეთ, ნუ ჩქარობთ. ნუ გაგვიფუჭებთ გუნებას. მალე მოვჩებით მსოფლიო ჩემპიონატის ყურებას. სადაც ხალხო კაცო, საქმეს აკეთებს ხალხი. ახია ჩემზე ბიძინა რო დამთმე არჩევნებიო. ყოფილიყავით კიევში, გეჭამა კატლეტებიო. ჩვენი ერთობის გარეშე ვერ მოვერევით ხიხოსა, უნდა შევრიგდეთ სასტრაფოდ, რომ ქოცი გავდეს ხვითოსა, შევრიგდეთ მეგობრებო. ოჩ არ გავიგე. რა შევრიგდეთ? ეხა ეგრე. იფიქრებეთ. რატომ იღებს სცენარს? რატომ იღებს სცენარს? შეგება არ წერია ჩემს გეგმებში. რავიც, ეხა ურიგდებით თქვენ. მე მგონი უნდა შევრიგდეთ, იმიტომ რომ ბატონო მიშა, მე მგონი ჩვენ ერთ საქმეს ხო ბატონო, ერთი წუთი დაგველოდე, მე მგონი ჯობია რომ საერთო საქმისთვის ჯობია რომ შევრიგდეთ რა. აჰა, ესე იგი შევრიგდეთ. კაი. მოიფიქრებ რამეს. არის იდეა. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია Pinex-G. ამანათებით ჩინეთიდან და ახლა უკვე თურქეთიდან. ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. Pinex-G აქციები დაიწყო. დაიწყე გამოწერა თურქეთიდან Pinex-ის საშუალებით და მიიღე 50 ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად ბალანსზე. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი, პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე და გადაცემის პარტნიორია InSpace Design-ი. InSpace Design-ი ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design-ი ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებ შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელების 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემა და მინდა წარმოგიდგინოთ მუსიკალური ნომერი, რომელსაც დავარქვით კეთილი პოლიციელის სიმღერა. აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში, ინსაუნდის სტუდია, რომელსაც ვენდობით. ნახოთ მუსიკალური ნომერი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ბრუნდებით რეკლამიდან მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი არაჩვეულებრივი მსახიობი ბატონი ზალ ჩიქობა, რეჟისორი. ისკვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ისკვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მე პირველი რაც მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადო რომ მოხვედით ჩემთან სტუმრად. ასევე მადლობა თქვენ და პირველ რიგში ალბათ TV პირველს მივესალმები, იმიტომ რომ აქ ავარ და ჩემი მშობლიური და შუადღე ლაივი, რომელთან ერთადაც დავიბადე როგორც როგორც ტელეწამყვანი, ამაზე ვისაუბრეთ. ბევრ სფეროში იმუშავია და ერთ-ერთი სფერო არის, ხო, ერთ-ერთი სფერო არის ტელევიზიაც და ამიტომ ხო, მაგაზეც ვისაუბრებ. მანამდე წისქვილის თეატრზე ვთქვათ, ეს საინტერესო, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თეატრია. იმიტომ რომ რაღაცა ესეთი აბსოლუტურად განსხვავებული კონცეფციაა, ხო, ეს მაყურებელმა რო იცოდეს, ხო? კი, ნამდვილად განსხვავებული კონცეფცია მთლიანად ითვალისწინებს იმას, რომ წარმოდგენა იმართება ვახშმით. ხო. და აქედან გამომდინარე და ნუ ხო, თავისთავად ვახშამთან ყველანაირ წარმოდგენას ვერ გამართავ, ეს უნდა იყოს აუცილებლად კომედია, მიუზიკლი, მუსიკალური სპექტაკლი, აქედან გამომდინარე ჟანრიც ეს არის ჩვენი განსაზღვრების და თან რაღაცნაირად გონია რომ ძალიან თავიდან კი არ ვიცოდი ესე თუ მიიღებ და ზოგადად ხო, მაინც არის მაყურებელი და ზოგადად თუ ხო, ნუ ეხლა თან ბელიაშვილზე, თეატრი, იქ სადაც ყველა მიდის მხოლოდ და მხოლოდ იმ ქუჩაზე საკეიფოდ და დროს გასატარებლად, მაგრამ ეს კონცეფცია, როდესაც დამიძახეს წისქვილი ჯგუფიდან და მივედი და ვნახე რომ რაღაცნაირად შენობა არის, რომელშიც ძალიან დიდი სცენაა და შესაძლებელია რაღაც მე ვიფიქრეთ და მივედით ამ კონცეფციამდე და ნუ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა წისქვილი ჯგუფს, რომელიც ამ კონცეფციას კი და დღემდე ჩვენ ერთად რაღაცნაირად ვახერხებთ იმას, რომ ბევრი საინტერესო და ახალი შოუები წარვადგინოთ, ახალი დადგმები განხორციელდეს და რასაც ვიყურებ არ ჩერდებით. ანუ დაიწყო ესე იგი, მე მგონი ჩიკაგოთი დაიწყეთ, ხო? არა, მამამიათი დაიწყეთ, ჩიკაგო. ხო, უბრალოდ იქ იყო რამოდენიმე მანამდეც ჯერ The Show, სადაც სამი სხვადასხვანაირი განყოფილება იყო, მაგრამ ეს არ იყო წარმოდგენა, უფრო საკონცერტო ვერსიები იყო და შემდეგ პირველი იყო მამამია, მერე უკვე ჩიკაგო, შემდეგ ვერისუფლის მელოდიები და ეხლა არის ჭირვეულის მორჯულება ანუ ფელიჩიტა. ესე იგი პრემიერა გქონდათ უკვე. კი, ჭირვეულის მორჯულება. დღესაც არის პრემიერა, უკვე მე 3 ყოველ დღე გაქვთ პრემიერა. 3 დღე არის და ნუ მე იქითაც აი ბილეთების ყიდვა როგორ ხდება? ანუ ბილეთების ყიდვა, მე ზოგადად ბილეთების ყიდვის ისა მაქვს შიში. იცი რატომ მაქვს შიში, რომ ანუ იმ საიტებზე სადაც იყიდება ბილეთები შესვლას მე ვფიქრობ ხოლმე რომ ხანდახან აზრი არ აქვს. იმიტომ რომ სულ გაყიდულია ეს. ანუ ეს უნდა დაელოდო რომ დაწკაპულო უცებ რომ აი ან ღამები ესე დაუჯდე. კი, და ეს ძალიან მაგარია ზოგადად რომ ყველა და ყველაფერი და არის ისეთი პროდუქციები რომელიც მართლა იყიდება და მუშაობს. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი საიტი გვაქვს პარალელურად იმისა რომ ამ საიტებზეც ვართ სადაც ბილეთები იყიდება, მაგრამ გვაქვს ჩვენი საიტი Theater. ხო, თეატრი, ესე არის ჩვენი საიტი და იქვე შედიხარ და იქვე ყიდულობ ჩვენი წარმოდგენის ბილეთებს. რადგანაც ეს კონცეფცია, იმიტომ გითხარი, საქართველოში რამდენად მოერგო ქართველების ხო ბევრი სუფრის ის გვაქვს რიტუალები, ხო, ჩვენი ტრადიციები გვაქვს, რაღაცეები გვაქვს, სუფრასთან ვჯდებით. კი, ოღონდ ეს გონია რომ იცი რა არის, მაინც გონია, ანუ რომ ეს ყველაფერი არის რაღაცა ცოტა საბჭოთა პერიოდში გამჯდა. არ არის ეს ტრადიციები, ეს არის რაღაცა ცოტა გადმოღებული, რაღაცა ცოტა დამახინჯებულიც და ასე შემდეგ. ჩვენ ხო რაღაცა ცოტა თავიდან შეიძლება რადგან თეატრში ხარ, მაინც
ცოტა მოკრძალებულად იყო, მაგრამ ეს სასმელი მაინც თავისას შვება, მიხვდი ადამიანში. ანუ სასმელს, ანუ მე რასაც დაკვირვებული ვარ, სასმელს რო ადამიანები დიდი რაოდენობით იღებენ, ყველა ერთმანეთს ვერ მსგავს. არა, მნიშვნელობა. მან აბსოლუტურად არა, მაგას ნიშნავს. მან აბსოლუტურად მართალი. მე დაკვირვებულმა, მაგის შესწავლილი მყავს. ნამდვილად ეს. რო აი მაგალითად სოლიდურ ქორწილში რო ხარ ნამყური ხარ და ბოლოს რო ყველა ერთგვარია. ოფიციალური ასეთი ჰალსტუხებით რაღაცა და დაახლოებით 2 საათ ნახევარი სჭირდება, რომ ეს ჰალსტუხები სად არის გაქნეული. ეს ვინ თამადა, ვინ მომღერალი, ვინ მოცეკვავე, ვინ სიძე და ვინ პატარძა. ვინ შადის კაცმა არის. მიხვდი? და აქ რამდენად თავშეკავება აქვს ქართველ მაყურებელს, აი მაგალითად რომ სენის გაჩერება რომ მოითხოვოს, სადღეგრძელო უნდა თქვა ეხლა და ცოტა ხანი გაჩერდი. ხო არის ეგ? კი. ნამდვილად მინახავს რომ აი ქორწილში ცეკვა გაუჩერებიათ, მე ეხლა სადღეგრძელო თქვა. არა. ანუ გამორჩა. ქართველები მოგიჭირდა. აი რა ვიცი, ხო, ნუ ჭირვეული, იმიტომ დავდგით ჭირვეულის მორჯულეთ. რაღაცნაირად ხო, მოვარჯულეთ ქართველები, მოვარჯულეთ და ალბათ მათაც მადლობა, ვინც მოდიან და ვინც უკვე და ძალიან ბევრი უკვე ყავს ისეთი მაყურებელი, რომელიც ერთხელ არა, ორჯერ, სამჯერ და ყველა სპექტაკლს და ასე შემდეგ და ყველა პრემიერას ესწრება, აქედან და მინდა გითხრა, რომ დანარჩენი ივენთებიც რომელიც სტარდება ჩვენთან რა. ხო. დამატებით. დამატებით ნუ იქ არის ქორწილიც არის, დაბადების დღეც არის, კორპორაციულიც არის და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. იქაც კი ცოტა სხვა. ეთყობა ეს მაინც აბრევიატურა, თეატრი, მაინც სხვა რაღაცას აკეთებს. ხო, ნუ მე გნახეთ შუადღე-ლაივში გიყურეთ. ხო, იქაც კარგად გავერთეთ. უცებ გამახსენდი, რომ აი ამ გადაცემის წამყვანი იყავი ერთ დროს. ო, კი, იყო ნამდვილად ამ გადაცემასთან ერთად დავიბადე როგორც წამყვანი და ანუ ეხლა შენ ეხლა მსახიობობიდან წამყვანობა, ანუ რა არის, რა განსხვავება, რა მხოლოდ სირთულეა წამყვანობა შენთვის ახლა ის. ესა სხვა სფერო არ არის ეს, აქ კიდე სხვანაირი მდგომარეობა, სხვა ატმოსფეროში ხარ, აი თან ძალიან თავისუფალი ხარ, მაგრამ ხო ისიც არის, რომ გადაცემა, კამერა, სტუმარია, ასე შემდეგ. აი ყველაზე რთული რაც იყო ჩემთვის, რა ჩემი უბედურება რაც არის, რომ სახელებს ვერ მიმახსოვრებ, ანუ. ანუ გიჭირს სახელი. აი სახელის დამახსოვრება მიჭირს, ნუ. მე რა მქვია? ვანო კი ახსენე მანამდე მაგრამ იქნება წერია უკან და იქ გადაცემაში ხო ესე არ არის, იქ გიდევს რაღაცა ფურცელი ხო, ეს გიდევს ფურცელი და ნუ გიწერია შემოვა ეხლა დაუშვათ ვიღაცა არ ვიცი ქალბატონი ქეთევან რაღაცა გვარი ხო თუ რაღაცა პედიატრი ქალბატონო ნინო კრევე გავიწყნე ჩავიხედე რომ ქეთევან ქალბატონო ნინო ნუ ეს თუმარს ბარნოვი იყო გვარა და სულ ვასილივე ძახე მთელი გადაცემა ვასილ ბარნოვი ივანაც ნუ აი რა ეკნა ბოლოს მითხრა რომ ზალიკო კაი წინაპარი იყო ჩემი ბუდაშევი ხო თეატრს რუსთაველის თეატრს ზოგადად მსახიობი რამდენი წლიდან ხარ მსახიობი აი ეს ამ კითხვას დაგისვამ მოდი ესე ვთქვათ მე ვიცი რომ ძალიან პატარა ასაკიდან ხარ კი 6 წლიდან 6 წლიდან სცენაზე ვდგავარ და ეს არის მარჯანიშვილის თეატრი, სადაც ფეხი ავიდგი, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ დედა ამ თეატრში იყო ზანდა იოსელიანი და კულისებში ვიზრდებოდით მე, ბაჩულა მეღვინე თუხუცესი, სანდრო შენგელაია და ასე შემდეგ. ყველა შვილები ზურაბერიკა, მანანა და ასე შემდეგ კულისებში ვიზრდებოდით და აი რა უნდა გითხოთ, იცი მაგალითად იმ დროინდელი ხა ეს დიდი მსახიობებიდან, ხო? ბევრთან გეკნებოდათ ხო? აი საიდან დავიწყო? ალბათ ვახსენებდი ვერიკო ანჯაფარიძეს. ვასო გოძიაშვილს, რომელსაც აი სულ დავსდევდი კუჩში და სადაც წავიდოდა ყველგან და ნუ ის უფუზღუნებდა რომ აღარ შემიძლია დამანებეთ დავიფეხები, აღარ მემორჩილება, აღარ გავასწენ. და ვერიკო არის სპექტაკლი შთამომავლობა, სადაც ნუ ვერიკო გივი ბერიკაშვილი ნოდარ მგალობის თამარ სხირტლაძე, გიგა ლორთქიფანიძე დგავს და ამ სპექტაკლში დამიძახეს მეც რაღაცა პატარა
ეპიზოდში უნდა გამოვიდე პატარა წინაპრების ამბავში ვითვლები და ჩოხაში გამოპრანჭული ბავშვი შემოდის, ჯდება იქ ცოცხალ სურათებში. დავინახე რომ ვერიკო ზის კულისებში 24 საათი თავის სავარძელი უდგას. აი ხო იქვე იყო 3 მეტრში მისი საგრიმიორო ოთახი, მაგრამ არ გადიოდა. აი აი 11 საათზე შევიდოდა რეპეტიციას დაждდებოდა, სანამ რეპეტიცია არ მთავრდებოდა, იქიდან არ გადიოდა. ანუ იმ სკამზე იმ სავარძელში იჯდა. ნუ სცენაზე შევიდა, გამოვიდა, დაждდა. მე წავედი პატარა ტაბურეტკა დავიდგე იქვე რომ ამას უნდა უყურო, ხო? მიუჯექი გვერდზე. იქ გამომხედა ცოტა ამაცერად. არავინ არ უჯდებოდა გვერდით. არა. და ნუ ერთი ისიც არის რომ სცენაზეა და უცებ დააგდოს როლი და გიგას უთხრა გადამეკიდე ჯანდაბა გინდა ვეღარ ვიმახსოვრებ ამ ტექსტს და წავედი მე აღარ შემიძლიაო. და ვიფიქრე ახლა გაიქცევა ვერიკო თეატრიდან. გამოვიდა დაждდა ისევ იცავარცელში. ჩამოწდა ისევ იქ და მე აქედან პატარა რატო ნერვიულობთ? კარგად თამაშობთ ამ როლს. ეს ბავშვი მომაჩორეთ აქედან. გაცეცხლებული გადაივია. კაია. მაგრამ იყავი შენ ესე იგი რუსთაველის თეატრის მართველი. ხო. ეს იყო 2007-2013 წლები. რუსთაველის თეატრის მართველი ახლა ეს ვიცი როგორი ის არის რომ მაგ პერიოდში რა ვიცი იყო ძალიან დიდი მსახიობები ხა ბოლო ხო თავისთავად კი ბატონი რამაზი უკვე თეატრში არ არის თუმცა ურთიერთობა გვაქვს რამოდენიმე ახი კავსაძე გურამ საღარაძე ჯემალ ღაღანიძე ბატონი გია ყანჩელი გოგი მესხიშვილი მირიან შველიძე თემო ნინუა ეს ვეძახი და ლილი ფოფხაძე და ნუ თელი ის ვინც ქმნიდა რუსთავ ბატონი რობერტ სტურუა თავისთავად და ეს ვინც ქმნიდა რუსთაველის თეატრს ამ პერიოდის კახისთან ურთიერთობა როგორ გაიხსენ კახისთან მე ჩვენი ურთიერთობა ქონდა კახისთან ხა მე მაგალითად გვეშველება რამე კახის საფირო ეს არის მოფიქრებული ბატონ კახი კავსაძის სახლში მე ჩემი პროდიუსერი ოთო ლომთაძე იყო და ბატონ კახი ნუ ერთად დავდგით ეს სცენა რა ერთად მოვიფიქრეთ დავჯგით ვიმჟელეთ ის უნდა ამდგარიყო და დარჩა ფრაზა და დარჩა და დღემდე არ არსებობს დღე გავიდეს რომ მანქანი და ვიღაცა არ გამომძახოს რომ ბანო გვეშველება რამე კი ბატონო კი ნამდვილად საუკუნის ფრაზაა მართლა და კახისთან ბატონი კახი ნუ დედაჩემი და კახი ჯგუფელები და ნუ აქედან გამომდინარე და ნუ ხა ირაკლი ნანუკა კასაკები ეს ურთიერთობა ყველაფერი და ნუ ამის გამო ეხლა ძალიან ეს იყო ჩემთანაც რა მამაშვილური ასე ვთქვათ. რაღაცა მომენტი არის და თანაშემწე არ მყავდა თეატრში, ანუ როგორც დირექტორის თანაშემწე თუ ასე შემდეგ და ვიღაცა გოგონა მივიღე და ახი რომ შემოდის ჩემთან კაბინეტში იწყება იქიდან. გოგო ახალი მოსულია. რამდენი კახი შემოვა და გაახეცკარ შემოვარდება და რა ხდება? არა და გელაპარაკება ჩეულებია კახი. არა კაცო ის უბრალოდ ატაბასიდა და იაჩი ეგონათ რომ ზალიკო ცემა მოკლა და აღჭო დივანი შემორდის რა იძახებს ასტაფოს პოლიციას იძახებს გონია რომ კახი მუდამ დამახსოვს კახი შემოსულ თეატრში როგორც ეგრევე ის მიოდა მისი ხმა კიდე ჩემი ასე შემდეგ გურამ საღარაძე რომელიც ეს რა ქვია ბატონო ზალს ბატონო გურამ რა ბატონო ზალ ჩემი დირექტორი ბრძანდები ამიტომ ბატონი ბრძანდები აი სუროლში იყვნენ რა აი აბსოლუტურად ჯემალ ღაღანიძე სპექტაკლში ნუ თან ხო თამაშობდი რუსთაველის თეატრში და სპექტაკლი იდგმევა გონზაგოს კვლელობა და ნუ ჯემალი თამაშობს მე თან მურმანჯინორია მარინა კახიანი რეპეტიცია მიდის და ნუ ბოლო მიზანსცენა არის რომ იმაზე მკიდებენ რა იმაზე ჩამოსახრჩობათ და სტანგეტით ზევით ავდივარ და იქ ვკიდივარ თუ რაღაცა რა წავიდა დენი და გარჩიზე მო და ზევიდა აშვებით მე რა ვქნ თან დენზეა ეს არ არის ხელის მართვის ამბავი და რა აშვებით მე გაკიბე მოიტანეთ რაღაცა და ჯემა ღაღანიძეს ის
კითხეთ ერთი მაგას უწყისებზე თუ აქ ხელი მოწერილი იყოს მანდ თუ არა და ჩამეიყვანეთ ხელფასების არ დაგიანდეს. აი ტრისტანი. ტრისტანი არაჩვეულებრივი ადამიანი, კარგი არტისტი. ну ტრისტანი ხო აი არ არსებობდა ტრისტანის გვერდზე, ну რაღაცა სულ რაღაცას იტყოდა ისეც რომ მაგრამ ну აი გასტროლზე გავიდოდით თუ არა და იწყებოდა იქ უბედურება. რა მოეწონებოდა მეტლა. ოხ ეს მომცა ეხლა ახალდაბაში. კედელი მოეწონებოდა. ოხ ესე შემაღებინა ახალდაბის კედელი. ყველაფერი ახალდაბაში მიქონდა. ახალდაბა ძალიან და ყვებოდა ახალდაბაზე ისტორიებს შეეთავ. ხან ტრაქტორისტზე და ხანვისზე და ხან. ხო, აი ხა იქ ხო რაღაცა. არ ვიცი რაღაც ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც ამ ადამიანების გვერდში გამოივლი და ეს არის ის, სადაც სწავლობ, სადაც ხვდები, სადაც იზრდები, სადაც ყალიბდები. ხო. იცი რა უნდა გითხოთ ახლა მე თქვენი სპექტაკლი მეფისტოფელი მაქნანები, ძალიან მაგარი სპექტაკლია. რომელიც თეატრში ხო ძალიან უცნაური ისა გაქვთ ჩაცმულობა ხო კი ნუ მეფისტოფელს თამაშობ ახლა და ხან შიშველი ვარ ხან ჩაცმული ვარ ხან ისეთი ვარ ხან ასეთი ვარ ანუ ქებიც და ასე შემდეგ მადგას თუ რაღაცა და კი კითხე იმას რაფია ოჯახის მამაოს კი კითხე ერთხელ მიწევს მეთქი ახლა მეფისტოფელის თამაშია რაც გინდა ითამაშე სული არ მიყიდო შვილო ჩემო რაც გინდა აკეთე კაი სპეინერის დღე არის რა და ნუ მეფისტოფელი უნდა ვითამაშო ფრჩხილები გავიზარდე რაღაცათ გაზრდილი ყველაფერი ეს და მემზადები პრემიერაზე უნდა მივიდე და ნუ მაშინ ეს დრო არის რა რომ რაღაცა თუ შენ თვითონ არ მოიწესრიგე შენი თავი და რაღაცა არ შეავსე ან კოსტიუმში ან გრიმში ან რაღაცა არ არის ისე რა კი ხო შენი ტყიდულობ ყველა ნუ მოკლედ ფრჩხილები ხო გავიზარდე და ახლა წამოსვლისას ჩემმა მეუღლემ გამიკეთა ეს რაღაცა დამიწვრილა ფრანცუსკის რო ეძახია ხო იცი და ჩავიც ხელთათმანები ხე ესე ხო არ გავივილი ქუჩაში თმაზე ქუდი מחურავს მიჭირავს ჩემი გრიმის საკოიაჟი რომელშიც იმიტომ რომ კოლგოტი უნდა მეცვა შიგნით ანუ საცურაო ასე ვთქვათ ბიკინი თუ რაღაცა რომელიც არის შაბიაბნის ფერი რატომღაც ნუ აი და კაცის არის მაგრამ ნუ ახლა ესეთებს არ ვიცოთ ჩვენ და იასამლის ფერი არ ჩამიწავს ერლამუტრი თუ რაღაცა მაშინ ერთია ცენტრი არის ეს არის უნივერმაგი რუსთაველზე ხო რომელშიც ნატურები კი და ბევრი ქალები დგანან პირველ სართულზე და ყველაფერი იქ იყიდება. ნუ რომ მივედი ჯერ ხო ვერ დავიმახსოვრე ეს თურმე აზდენიანი ახლა ვიცი რა. ნუ მაშინ ვოლტიან კალგოტკებს ვეძებ და ვერ გაიგეს რას ვეძებ. უიო აზდენიანი დომებია ამბის მაყვალა აზდენიანი კოლგოტკი და ამბის მოეცი ერთი მოეცი ხო და ლამარა ფისუნია პუდრა შენ ქონდა მე მგონი და მოგვეცი აქ და ამბიც უნდა და ეხლა მომაწოდეს ეს ყველაფერი და მე უკვე დაძაბული ვარ ფული უნდა გადავიხადო და საკოიაში მიდევს საფულე ხელთათმანი უნდა გავიხსნა რომ ამოვიღო ფრჩხილები ლაკი კოლგოტკე ყველაფერი აი როგორ გამოვარდი იცი იქვე ტაქსი გავაჩერე და ბოლო 2 ლარი გადავიხადე რომ სამეფოში ხო იქიდე ჩანთა გავხსენი და ეს სტრინგები ამოვარდა და ვინი ყავენი ამბის დანე რომელი წლებია ახლა მაშინ არ იყო ახლა ეს ჭრელი ჩაცმული ყველა შავებში დავდივართ და რადგან ძველი დრო და 90-იანები ხო მანანა კაზაკოვაც ყავდა ამასი და სულ სამხოლმე ესეთ კითხვებს სახიობებს რომ აი თქვენი პირველი ჰონორარი რამდენი იყო აი რამდენს იღებდით ჰონორარს რა ანუ მაინც აი შენ რამდენი გაღებო მანანაც იგივე იქნებოდა ჯგუფელები ვართ ერთი პაკალენია ვარ ჩემი 92 წელს მარჯანიშვილის თეატრში რო დავბრუნდი იმიტომ რომ 21 თეთრი მქონდა გამოსვლაში ერთ გამოსვლაში ერთ სპექტაკლში ერთ 2 საათიან სპექტაკლში დიახ და ნუ 2 საათი თამაშობდი დიახ და 21 მანანამ თქო 20 ვიღებდიო აი ეს ერთი თეთრი საიდან და აიმე გარგაიგოს
არ გაიგოს რომ 1.11 მქონდა და ნუ თვის ბოლოს გიწევდა რა 3 და 70 3 და 37 თუ რაღაცა ოღონდ 3-ს ზევით რაც ხდებოდა მოლარისთვის უნდა დაგეტოვებინა ხურდა აუცილებელი ანუ ესე იგი ერთი სპექტაკლის ფულს უტოვებდი მოლარეს 25 25 მოლარეს და მეტი ცოტა და 4 თეთრით მეტი როგორ არსებობდა მაინც აი ვერ ავხვდები ნუ არ ვიცი მართლა არ ვიცი ნუ ახალგაზრდები ვიყავით ენთუზიაზმი მქონდა და ნუ თან ფილმების გახმოვანება რომელმაც ცოტა გასმულდგმულა იმიტომ რომ რაღაცა მაინც იყო ასე თუ ისე რა საინტერესო ფაქტია თუ ვინმეს გახსოვთ დიდების ზღაპარი გახსოვთ პირველი თოჯინების პოლიტიკური თოჯინების ესეთი სერიალები პირველ არხზე მან დახმოვანებდი ვის ნათაძე ნოდარ ნათაძეს ვახმოვანებდი და მეორე პერსონაჟი იყო რჩეულიშვილი ესე იგი რადიკალურად გასწავლებული ესე იგი რამდენი ხო აი ესეთი რაღაცა მაინც ასე თუ ისე რაღაცას აკეთებდა მაგრამ ერთი მახსოვს პირველ არხზე ფილმში და მიძახეს გადაღებაზე კალბატონ ანა კალანდაძეზე იყო ფილმი და ნუ მე მითხრეს რომ ჰონორარიც უნდა აიღო და ნუ ძალიან გამიკვირდა საერთოდ რომ ჰონორარი უნდა ავიღო ეხა პირველმა არხმა დამიძახა ფილმში გადამიღო და კიდე ფულს მიხდიან თუ რაღაც მივედი სალაროში და სახელი ზალი გვარი ჩიკობაო მოვაწერეთ ხელი ბიჭო თulis რაღაცა ფულს თulis ბევრი ფულს თulis და კალბატონო მეთქი ზალი ვარ ჩიკობაო რას მაწვდით შენია მერეს და წაიღე ხო და როზე მომშორდი აქ და მეუბნებას 367 ლარი. აუ რო გამოვედი პირველი არხიდან მეგონა რომ ავშენდი ავაწყე ცხოვრება. რა ვიყიდო ეხლა მანქანა თუ სახლი თუ რა გავაკეთო. აუჩი. რადგანაც მაგაზე საუბრობთ ხო თეატრზე. აი იყო პერიოდი რომ სიტყვაზე თეატრში ხალხი როგორ არის სამეფობლის თეატრი ახსენეთ და ახლა მართლა იქ ერთად მოვდივართ და ერთად დავიბადეთ სამეფობლის თეატრთან ერთად და ერთ-ერთი პირველი სპექტაკლია დათო საყვარელიძის სახლი საზღვარზე და სცენაზეც და პარტერშიც თამაშდებოდა ერთდროულად და ნუ პარტერში იყო მაგი და გაშლილი და ოჯახი დილა იწყებოდა რომ ოჯახის საუზმეა თუ რაღაცა და ბაბუა ლევანთაძე, მამა ნიკუშა თავაძე, ჟავანაძე და ბავშვებიც უსხედან და იდილიური ხო დარბაზში და ანუ ამ დროს შემოვდივართ ისინი დიპლომატები რომლებმაც ეს სახლი უნდა გაუჭრათ შუაზე და ნუ ეს ონისეონიანი მე ნაკაშიძე და იწყება ამის სპექტაკლი რომ ოჯახის მამა ამბობს რომ ბედნიერები ვართ არაფერი არ გვაკლია საჭმელი გვაქვს სასმელი გვაქვს არაფერი არ გვაკლია და უცებ ლევანთაძე მაყურებელი დარბაზში ზის ჩემი ძოლი ისა დამლაგებელი თუ რაღაცა 4 კაცი და მაყურებელი გვაკლია რა გვაკლია და მაყურებელი და სხვა პირდაპირ აი პირდაპირ მაყურებელია და აი იქ ყველა გაუფუჭდა ყველა გაიქცა სცენიდან ხო ყველა იცი რა უნდა კითხოთ აი გასტროლი რომელიც ყველაზე უცნაურად გახსენდება რა ესე გასტროლებზე ხო ბევრი კურიოზებია ხოლმე და საინტერესოა თავისთავად და კიდე რაღაცნაირი პროცესია ხო იცი გასტროლი და სხვა ქვეყანაში ჩასვლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ნუ ერთი მახსენდება რუსთაველის თეატრის გასტროლები გვაქვს დიდი ბაქოში 4 სპექტაკლი მიგვაქვს მე წინასწარ ჩავედი დაგეგმარება ის ეს და ღამე ვიცი რომ მატარებლით უკვე დასი მოდის გზაშია ასე შემდეგ უცებ ღამის 2 საათია მირეკავს საზღვარზე ვართ ზალიკო და ნუ მაშინ უკვე ჩვენი საზღვრები მოწესრიგებული და ყველანაირად გამართული და საბაჟო გაკეთებული და ასე შემდეგ და საზღვარზე ვართო და ჟანრის პასპორტსო აღმოჩნდაო რომ ვადა გასულიო აუ რა უნდა ქნა ღამის 2 საათია ნუ ჩვენი საზღვარია და ეხლა რას იზავ ხო ურეკავ ნიკა რურუას მინისტრი არის მაშინ კულტურის მინისტრი არის მაშინ და
მაგარი ადამიანი ზოგადად და ურეკავ ნიკას და ვეუბნები რომ ნიკა მეთქი რაღაცა უნდა მიშველოთ თქო რა ესე ჟანრისა ნუ აქ აწყდა ერთი ამბავი ნიკა მე და გადარეკა მე მგონი პრეზიდენტი გააღვიძეს და საბაჟოს უფროსი და ყველა და ნუ აწყდა დიდი ამბავი და ურეკეს მერე ბაქოში ჩვენ ელჩს რო ეხლა ჟანრის საზღვარი გამოუშვებს მაგრამ ერთ საათში პასპორტი დაუმზადე რომ მე საზღვარზე ანუ კონტროლია ქვეყნის და მაგრამ კაი საქართველოსთან გამოუშვებენ ხა აზერბაიჯანმაც ხოლმე შემოუშვოს უპასპორტო ადამიანს როგორ შემოუშვოს ფიქრობდა ნუ უნდა გადავდგა კიდე ერთი ნაბიჯი და დაურეკო აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს რომ შემოუშვას საზღვარზე და ნუ ხა ხამის 2 საათზე როგორ დასარეკია კი ვიცნობ და ვეურთიერთები მაგრამ ნუ მაინც მინისტრია კაცო აზერბაიჯანის კულტურის ურეკავ ნუ извините მე ვთხარი გაწუხებთ ქართულად მოყვები გაწუხებთ ამ შუაღამისას მაგრამ პრობლემა გვაქვს საზღვარზე ჩვენ ერთ-ერთ მსახიობს პასპორტი არ აქვს какая проблема $50 есть ფურმილი გამივარდა ხელიდან მთელი საქართველოს ფეხზე დგას ჟანრი ლოლაშვილი საზღვარზე საქართველოსთან გამოატარონ $50 აი ესე გადავრჩი მაგ გასტროლზე ესე ძალიან დიდი მადლობა ზალიკო რომ მოხვედი მადლობა თქვენ სტუმრად წარმატებები მინდა გისურვოთ წარმატებები მინდა უსურვოთ თქვენს თეატრს უღრმესი მადლობა ძვირფას ტელემაყურებელო ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ზაალ ჩიქობავა ნახვამდის გადაცემის სპონსორია PSP ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება PSP ჩემი ოჯახის აფთიაქი Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8 მიწოდება 5 დღეს